Nicolas Kutateladze outside his home. აიყო ახლა რა ვერ გაიგე, მაინც და მაინც ქართულად უნდა გითხრა, რატო ის ხო გესმის ფაბრიციო რომანო რასაც ამბობს. ნიკოლოს ქუთათელაძემ დინამო დატოვა. წარმატებებს გისურვებთ ნიკოლოს. აქ აღარ მიაწერეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, იმიტომ რომ ძალიან ბანალური ფრაზა გახდა რა, აღარ არის ხმარებაში. ყოჩახ დინამო, ყოჩახ ამ ფეხბურთელმა ძალიან ბევრჯერ მოირგო ამ კლუბის მაისური. აი, ცხელ ტრანსფერს თუ რამეს დაარქ, აგერა გაქვს ბატონო. აღნიშნულ ფეხბურთელს თბილისური კლუბის მაისურით 90 წუთიც არ ურბენია. ანუ რას ნიშნავს ეს? რამდენიმე თამაში მან მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მისი სათამაშო წუთების ჯამი რომ შევაჯამოთ, 90 არ გამოვიდა. მოდი პროფესორო, ახლა შენ ხმა მოიდგი და თან ინტრიგანე იყავი. აი, ეს არის ქართული სატრანსფერო პოლიტიკა. რატომ არიან ქართული კლუბები ასეთი წარმატებული ქვეყნის ჩემპიონატში და რა თქმა უნდა ევროს RBL-ზე? აი, წარმოიდგინე, 5 თვეც არ არის, რაც ეს ფეხბურთელი ამ გუნდში ირიცხება და უკვე აღარ არის. იყო პერიოდი ნახევარი წლით მაინც ჩამოყავდა ფეხბურთელები და ახლა ნახევარწლიანი ტრანსფერიც არ აქვს ფაქტიურად. ანუ ევროპაში ხო არსებობს სატრანსფერო ფანჯარა გაიღო ან დაიკეტა. აქ ღია დაკეტილია, არავის არ ანაღლებს არაფერი. ანუ ღია ხოლმე იქითაც და აქეთაც რა, იქ ფანჯარა, აქ კარები რო ორ პირმა დაარტყას ხოლმე. ანუ ორ პირი რო არტყავთ, მერე ცივდებიან ეს ფეხბურთელები და ვეღარ აგრძელებენ თამაშს. აი რამე მოგვიფიქროს UEFA-მ არ შეიძლება გადაგვარჩინოს. რო აი არ შეიძლებოდეს რა გუნდიდან წასვლა, სანამ ფეხბურთელს გუნდში ყოფნის ნახევარი წელი არ შეუსრულდება. ჯადო, მე მგონი ეს არის გამოსავალი კლუბს და ფეხბურთელს გაუკეთეთ ჯადო და უბერე მინიმუმ 1 წელი წაიღებს. პროფესორო, ეს არის ჩემი YouTube არხი და წლის ბოლომდე როგორმე 1000 გამომწერს უნდა მივახციოთ. YouTube-ის გამომწერები TikTok-ის გამომწერებთან შედარებით ჭიჭვეიშვილია. აქ გამომწერების შეგროვება ძალიან რთულია. ასე რომ ვიცი რომ ძალიან გეზარება, მაგრამ მოდი დავაძალოთ ჩვენს თავს და გამოვიწეროთ ეს